მაგრამ მინდა რომ რამოდენიმე გვერდი თუ არა ეს მოსორე როა ეს სამართლო ჩვენი 22 ნომერი Ყველა წელიწადია, რაც ჟურნალი ახალი ფორმატით გამოდის და ამისთვის რაც მადლობა ყველა ადამიანს, თქვენ მათ შორის კოლეგის წევრებს, რომლებიც აქტიურად შრომობენ და გეხმარებიან. ზოგადად თეატრალური იმერეთი არის ძალიან დიდი მოვლენა ხელოვნების შემოქმედების სამყაროში, ჩვენს ქალაქში, ქუთაისში და ზოგადად იმერეთის მასშტაბ არა მარტო იმერეთია საუბარი, როგორც მოიხსენებათ, ძალიან ბევრი საინტერესო სპექტაკლი ვიხილეთ, საერთაშორისო ხასიათი გააჩნია და ვფიქრობ, რომ ამ ჟურნალით გაჯერებული ეს მოცემულობა უფრო საინტერესო არის, უფრო მრავალფეროვანი არის და რა თქმა უნდა, ჩვენ საკრებულოს სახელით, ქალაქის სახელით, ერთმანეთთან ურთიერთობის ასე რომ ვთქვათ, დამოკიდებულებიდან გამომდინარე, გვაქვს განცდა ყოველთვის გვერდით დაუდგეთ ერთმანეთს განსაკუთრებით ამ ჟურნალს, ამ თეატრალურ ფესტივალს და უსურვოთ წარმატებები წინსვლა და ეს, როდესაც წარმატებებს უსურვოთ, ცალკე არა, ერთობით და ერთიანი ძალით და ერთიანი ძალისხმევით. გილოცავთ კიდევ. ძალიან მიხარია. წლითი წლობით საშემსრულებლო დონე ჩვენი იმერეთის თეატრების მაღლდება თუ ყავდა 2-3 გამოკვეთილი მე არ ვამბობ სახელმწიფო თეატრებს წელს 6-ია ეხლა სანუკვარი სახალხო თეატრები ზუსტად ამ ფესტივალის წყალობით დახურვასაც გადარჩა და სახალხოობა გაქრა და მოვიდა მუნიციპალური თეატრები. რა უნდა გიხაროდეს მეტი, აი ჟურნალი გამოვიდა 22 და იმასაც მივახციეთ, რომ ორეონოვანი უნდა იქნეს ერთ წელიწადში. ამას ემატება დაახლოებით 16,200-მდე მაყურებელი უფასოდ ნახულობს ჩვენ სპექტაკლებს. მე მგონი ვაკეთებთ საქმეს, რომელიც ღირსეულია არა მარტო ქუთაის იმერეთისთვის, მთელი საქართველოს თეატრალური და საერთოდ შემოქმედებითი საზოგადოებისთვის მიხარია ღირს სიცოცხლე იმისთვის, რომ აქამდე მოვაღწიე და კიდე არ დავიშურებ ენერგიას, ძალას იმისთვის, რომ აი ამ საქმეს წისქვილზე დავასხა წყალი. მიყვარხართ, უფალს მადლობა, დიდი მადლობა დაინტერესებისთვის. ეს ძალიან კარგი შანსია და გიჩვენოთ, რომ არ გავუშვათ შანსი ხერხდება. ქართული თეატრის კომპანია წოდება ვიენიჭა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერს მანუშა რობაკინა. მიმართულება ქართულ თეატრში მოგესწრებათ წლების გაერთიანება შედგა თოჯინების თეატრების ნიკა საბაშიძის შემსრულებლობს მას ქუთაისში ბატონი ლევანი ბატონობს ამოიღებს და ძალიან საინტერესო თოჯინების თეატრები ყავს. ბატონი თბილისის არჩევნებზე რომელიც იყო თოჯინების თეატრის პატრიარქი იყო სული ჩამდგმელი და მრავალწლიანი ყველაფერი იყო თოჯინების თეატრის მისი სახელობის შემდგომში გავაწესეთ და ვისაც ეკუთვნის იმას დავაცეთ პერიოდი. ეკატერინე სირაძეს ქუთაისის თოჯინების თეატრის პირველი დიპლომი გადაეცემა ერემია და ზვიაცვანძეების დამოუკიდებელი თეატრის რეჟისორს ატო კატარიძეს. ემიგრანტები, წარმატებული დადგმისთვის და ამავე სპექტაკლში მონაწილეებს არქეოლოგებს ზაზა ოსებაშვილს და სურა უბრაშვილს.
საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისთვის სპექტაკლ კაცი ადამიანში ახალგაზრდული ჟიური აჯილდოვებს ვანის მუნიციპალური თეატრის მსახიობს ამბელ სოსელიას. ახალგაზრდული ჟიურის შემდეგი ნომინაცია საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი სპექტაკლისთვის არქმინიერებენ მიმინოში მონაწილეობა. აჯილდოვებს ბაღდადის მუნიციპალური თეატრის მსახიობს ქალბატონ ბელა დაქიაშვილი. ასევე აჯილდოვებს საჩხერის მუნიციპალური თეატრის მსახიობს ურბანს ზამანეს საუკეთესო მამაკაცის როლის სპექტაკლისთვის მეტამორფოზა და ამავე სპექტაკლის მუსიკალური გაფორმებას კომპოზიტორ ბერი ნიკოლაეშვილი. მუნიციპალურ თეატრს სპექტაკლისთვის საბარი რუსთაველის ქუჩა ნომერ 6. და ბოლოს პრიზი გადაეცემა კულტურის პალატის ხელმძღვანელ დავით ოკიდაიშვილის სახელით მსახიობ გურიადა სანოძეს და დერბულ საღანეიშვილს. სპექტაკლი გაიგივე ჯილდო გამოუქმდება საუკეთესო მთავარი როლის შესრულებისთვის. ასეთი ახალგაზრდული ჟიური მყავს. რამოდენიმე აკრეათ ჟიურის წევრებს საბატონოებისათვის ალბათ ინსტიტუტში ჩააბარებენ და შემოგვიერთდებიან. ეს მე ძალიან მადლობ ჩემი შვილი წაიკა. მე თქვენ დაგვეცოთ მადლობა ახალგაზრდულ ჟიურს. მოგესალმებით ყველას. თეატრის სიყვარულით გაერთიანებულ საზოგადოებას. პირველი ყოვლისა მინდა მოგილოცოთ იმერეთის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის ესე წარმატებით დასრულება. ფესტივალი, რომელიც ამ დღების მანძილზე სავსე იყო ემოციით, ტაშით, დაუვიწყარი წარმოდგენებით. აღნიშნული პროექტი ჩვენი რეგიონისთვის და ქალაქისთვის არა მარტო უბრალოდ კულტურული მოვლენა, არამედ მეგობრობისა და კულტურათა შორის დიალოგის ძლევრი პლატფორმა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემთვის დიდი პატივია ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებლის ბატონ დავით ერემეიშვილის სახელით. მადლობა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მონაწილეობდით ამ დიდი თეატრალური დღესასწაულის მაღალ ორგანიზებულად განხორციელების საკითხში. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მაყურებელს. თქვენ ადამიანებს, რომლებიც ყოველ საბავშვოს ავსებდით და ალამაზებდით ამ ისტორიული თეატრის დარბაზს. დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანს ეს ემოციები დიდხანს გაგვებათ კიდევ. არ შემიძლია მადლობა ავთქვა იმ ჯილდოსთან დაკავშირებით, რომელიც ახალხანს მომენიჭა. ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი.
და არა მარტო დიდი პატივი, არამედ დიდი პასუხისმგებლობაცაა, რომ ღირსეულად განვაგრძო თეატრისადმი სიყვარულის გზა. ძალიან დიდი მადლობა. მას ასე ნომინაცია ჟიურის სპეციალური პრიზი. გამარჯვების გამოვიდა ჟიურის წევრი თეატრალური ქალბატონი ლელა არამეძე. პირველ რიგში დიდი მადლობა ორგანიზატორებს, ბატონ ლევან როხვაძის მეთაურობით. დიდი მადლობა მინდა სპექტაკლი ემიგრანტების დამმართველ რეჟისორს გადაუხადო ბატონ ნატო პატარიძეს. და ყოველგვარზე მთავარი ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩემს ამბებ რეჟისორს ვახტანგ გამანათიძეს. წელს ელენია სვანაძის დამოუკიდებლობას, ასევე მიენიჭა ბატონი სვიად სვანაძის სახელი და მინდა რომ ტაშის ფონდზე ორი გოგონის ადამიანები არის უცდები რომ არჩევარცვლილობ მათი სახელები ძალიან რთულია ატარებდე ასეთი ადამიანების სახელს ცოტა სხვა სიმბოლე და სხვა ვალდებულება. დიდი მადლობა ყველაფერს. ნომინაცია საუკეთესო ქორეოგრაფია გამარჯვებულს გამოავლეს ჟიურის წევრი თეატრმცოდნე ქალბატონი ანა სულამანიძე. ეს რომ არაჩვეულებრივ ვაშკასეთში შეუყვარდა და აგვისტოდა მათი გადმოდის სასწავლებლად. მადლობა, შეგიძლია თამამად ვთქვა, რომ შემიყვარდა და რჩები. ძალიან დამახელმებელი მომენტია. ჩემთვისაც ნომინაცია საუკეთესო ქორეოგრაფია გადაეცემა საჩხერის სახალხო თეატრს სპექტაკლში მეტამორფოზა. მოგესალმებით ყველას. ძალიან დიდი მადლობა. რა თქმა უნდა, დღეს ძალიან ბევრი მადლობა იქნება ამ სცენიდან სხვაგვარად ამ ჟანრში იქნება. უპირველეს ყოვლისა დამიწყებ მადლობას ფესტივალის მესვეურებით, ორგანიზატორებით, ბატონო ლევან, ქალბატონი მაია, ბატონო ბელა. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ყველა თეატრს, ყველა მსახიობს, ყველა რეჟისორს. რამე ძალიან კარგად ვიცით, რომ რამდენი შრომა ჭირდება იმას, რომ ეს ფესტივალი შეედგეს და ისეთი სპექტაკლები მოვიგანოთ ამ მართლაც გენიალურ, უნიკალურ სცენაზე. ზუსტად ვიცი რა პასუხისმგებლობით მოგაქვთ ეს სპექტაკლები აქ და ძალიან დიდი მადლობა თითოეულ პერსონაჟს. ჩილგოს გადასცემს ჟიურის წევრი, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი კინოსადმის გარკვეული ქალბატონი ელეონორა გოგოლაშვილი. მოდის ცოტა შევამოკლე. ნომინაციაში საუკეთესო ახალგაზრდა მამაკაცი მსახიობი ჯილდოვდება გიორგი ჭაფოძე. მოგესალმებით, არის რა თქმა უნდა მადლობა. უღმესი მადლობა მაყურებელს, უღმესი მადლობა ნდობისთვის ჩემს უსაყვარლეს ლაშა ლომჯარიას და მადლობა ჟიურს. მადლობა მთელ ქვეყანას, უღმესი მადლობა. მოგესალმებით. კიდევ ერთი წარმატებული ფესტივალი დამთავრდა.
მე-16 და ამ ფესტივალს კარგად უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს და უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჩვენი იმერეთისათვის და ყველა მუნიციპალიტეტისათვის, რომელიც იმერეთის შემადგენლობაში არის, იმიტომ რომ ბატონმა ლევანმა თქვა და გამოვარდები, რომ ამ ფესტივალმა ფაქტობრივად მეორე თეატრი გადაყოლას გადაარჩინა ისეთ პერიოდში და ისეთ წლებში, როცა ამის ძალიან დიდი შანსი იყო ამ თეატრებს დაყოლეს და ამას გარდა კიდე დაყოლა კი არა ბევრი გავდა მუნიციპალური თეატრი, სახელმწიფო თეატრები და მე დარწმუნებული სახალხო თეატრები, რომლებიც კიდე სახალხო თეატრებად დარჩენილი, ისინი ძალიან მალე ალბათ მუნიციპალურ სტატუსს მოიპოვებენ და ისინი საქმიანობის ბიუჯეტზე იქნებიან დარწმუნებული ვარ მე მაშინ და ამისათვის ძალიან დიდი მადლობა პირველ რიგში ფესტივალის ორგანიზატორებს და იმ მართლა დაუყალავი შრომისათვის, იმიტომ რომ იქ საოცარი შრომის გარეშე ძალიან მოვიდოდა და დღემდე ვერ მოვიდოდა, იმიტომ ბევრი ფესტივალები გვინახავთ დაწყებული და შემდეგ აღარ გაგრძელებული და ეს სამწეულო დროს გაუძლო და ყველანაირ გაჭირებას გაუძლო. ამას გარდა კიდე მე მინდა დიდი მადლობა, რა თქმა უნდა, აუცილებლად, იმიტომ რომ სხვანაირად დაიხსნებოდა და ვერ შედგებოდა ეს ფესტივალი წლების განმავლობაში, რომ არა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია, ქუთაისის მერია და ყველა ის მუნიციპალიტეტი, რომლებიც მონაწილეობას იღებენ ამ მნიშვნელოვან ფესტივალში. და მე მინდა განსაკუთრებულად მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს და თეატრალურ საზოგადოებას, საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას, რომელიც ჩვენ დღეს კიდევ მოგვანიჭა ამაგდარი შოდება და დიდი მადლობა ამისათვის, რომ გიორგი დირექტორს, ბატონ ლევან როხანძეს და ყველა იმ საორგანიზაციო გუნდის წევრებს, საქართველოს ნაია პასაჟირი, ბატონ ბელაზარიძე არიან საორგანიზაციო შემადგენლობაში და მადლობა კიდე განსაკუთრებული ჟიურის წევრებს, რომლებმაც მუშაობს ამ ფესტივალზე და ამოაგდოს გამოგებული მისაუბრებით. ეხლა საუკეთესო ახალგაზრდა ქალი მსახიობი. მსახიობი გურანტა ბარბაკაძე, ზაფარი რუსთაველის დიქტატურაში, ეგოლის მუნიციპალური თეატრი. საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს თეატრალურ იმერეთი 2025 დიდი მადლობა საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას ბატონ გიორგი გოგოჯბორს გამგეობას საკითხსახმარო ჯილდოს განმოჩენისათვის. ეს არის უდიდესი პატივი, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა და ვფიქრობ ამ იმედს ამ შემასებას ჩემი ყოველდღიური საქმიანობით ამიობები დავაყენებ. დიდი მადლობა ჩვენს ფესტივალს. დიდი მადლობა ბატონ ლევანს, მის გუნდს ბატონ მაიას, ბატონ ბელას, თითოეულ მონაწილეს ჩვენს როგორც სახელმწიფო ასევე მუნიციპალურ თეატრალურ დასწრებს, ყველა რეჟისორს, ყველა მონაწილეს. ის აღმატებულება მაყურებელს, სწორედ თქვენი ხარდაჭერით, თქვენი თანადობით და თქვენი დიდი სიყვარულით განხორციელდა ეს ლამაზი პროექტი ჩვენს რეგიონში. დიდი მადლობა იმერეთის თავის ყველა მუნიციპალიტეტს, ყველა საკრებულოს თავმჯდომარეს, მერს, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საკალათო სამსახურების ხელმძღვანელებს, ყველა მონაწილეს, ვინაც თავისი მოგზაურებული წვლილი შეიტანა ჩვენი საერთაშორისო ფესტივალის ორგანიზებაში. კიდევ ერთხელ დიდ მადლობას მოგახსენებ და ვისურვებ შემდგომ როგორც შემოქმედებით, ასევე ცხოვრებებსაო წარმატებებს. ეხლა მაქვს პატივი ვისაუბრ გამოვაცხადო შემდეგი გამარჯვებული ნომინანტი. მაშ ასე საუკეთესო მამაკაცის ეპიზოდური როლის შესრულებისათვის ბატონი ზურაბ ყურაშვილი გაიგრძელე საქართველოს საკალათო თეატრი. შენჯი ცუდი შემოგვიმეროთ
მადლობა. აი ამას ყველაფერს გულობი გადის სკოლას. Daksam Stomlu Trias, Arkubos Trias. Დიდი მადლობა ხალხო, ჰოპლა, ჩვენ ხოცნობ. ნომინაცია ქალის საუკეთესო ეპიზოდური როლი. ნომინაცია ქალის ეპიზოდური როლი გადაეცემა ხონის სახალხო თეატრს ელენე ბობოხიძე. გაიგეთ დიდი მადლობა. ნომინაცია მამაკაცის მთავარი როლი ვასილ იგნატი. მადლობა უნდა ვთქვა რა ის ორგანიზატორებს, ჟიურის რა თქმა უნდა, ჩემს რეჟისორს რა თქმა უნდა, რომელსაც მითხრა რომ შედარებას შეიძლება, აუცილებლად შეიძლება და რა ვიცი მეკული გამოვიდა. წესი გამართავდა უნდა ვიდოდება და მაინც პროგრამაცია ვიდოდება და მომავალი მაინც სინამდვილე შეიძლება. იგი მადლობა. რომელმაც მისი სიცოცხლის, მისი ენერგიის, სიყვარულის მასა ამ დონეზე აიყვანა ეს ფესტივალი და ძამი გამოიეწუთა სცენაზე. წელს ძალიან დიდი ფიქრი შემდგომ ყველაზე ორიგინალური პრიზი მოუმზადე ჩემს ძმას და წეილიხე რა წერია შესაბამი წელსი გამოყვანა. და როგორც მოგახსენეს ბატონმა გოგიმ დიდი მადლობა. სულ რაღაც ორ დღეში იწყება ნოდარ გულბაძის სახელობის საიუბილეო მეათე ფესტივალი და ატაული არა წიგნი ჩამომიტანე ლევან შეიმუმრებლე გიდება. ოიცი გასნიშნავს ეს ამას გონია მე უკვე სათავა გიშასადარებლის იმიტომ რომ ჩემი ძმა ვასილი აი ახლა რაც ხდება ოზურგეთში ჩვენ დავიხურებ და 2-3 დღეში დაიწყება ეს არის უაღრესად დიდი ეროვნული საქმე და ულოცავ აქედავე თქვენის მეშვეობა არაჩვეულებრივი შეხვედრა ვასილია ეროვნულ საქმეს აკეთებს დებო და ეხლა დიდ ფესტივალს უდგას სათავეში და ნომინაცია ქალის მთავარი როლი ირინე ჩხეიძემ შვიდობით გარაგაულის მუნიციპალური თეატრი საქართველოს ამოიღეთ ესეც ჩაუწყობლად მოხდა ეროვნულია თუ იცი ესე ამ სიყვარულისათვის იმერეთის თეატრალურ ფესტივალს, რომელიც მართლაც ჩვენი მშობლიური ფესტივალია და ჩვენ რაღაცნაირად ფესტივალიდან ფესტივალამდე ცოცხლობთ. ჩვენი თეატრისათვის დღევანდელი წელი არის განსაკუთრებული. 125 წლის გახდა ხარაგაულის თეატრი
და მშვენიერი საჩუქარია ორი მთავარი ნომინაცია. დიდი მადლობა ყველას, ვისაც თეატრი გიყვართ და ვისაც სულგუნოდ თეატრი. დიდი მადლობა. ნომინაცია საუკეთესო მუსიკალური გაფორმება. ნომინაცია საუკეთესო მუსიკალური გაფორმება. ბეგი ნიკოლაიშვილი. აჩვენი სახალხო თეატრი. ფესტივალს ჟიურის სამხატვრო ხელმძღვანელს ბატონ დემაროპოზეს მაყურებელს და მსმენელს დიდი მადლობა. ესეც სპეციალური დავალებით ეხლა ქართლის დედას წერწავს ამის სამკითხველი ხო ხვდებით ის უნდა წაიკითხა გიორგი კიკვაძის მაგივრად ნომინაცია საუკეთესო სცენოგრაფია San Nicolas Piazza, Samuel Zerosi Mangalati Saravati Kamakuri Teatri. Bravo. დიდი მადლობა იმ სასიამოვნო, მრავალფეროვანი და საინტერესო ცხოვრებისთვის, რომელსაც მე ამ თეატრში ვატარებ. მადლობა თქვენ. ნომინაცია საუკეთესო რეჟისურა კაცი ადამიანი რეჟისორი ლაშა რამზანი. საერთაშორისო ფესტივალის ღირსეულად დაბრუნვა. ამ ყველაფრის სული შალდრინგი გახლავთ ბატონი ლევან როხვაძე. ბატონი ლევან როხვაძე გახლავთ საზოგადოება ბაღის კიდეს ღირსეული წევრი, სულ ახლახან საზოგადოება ბაღის კიდე მიზემა დაარსებდნენ როჩესტრის იუბილე და საზოგადოება ბაღის კიდის გამგეობის გადაწყვეტილებით. ბატონ ლევან როხვაძეს მიენიჭა საზოგადოების ცხოვრებაში შედარებით განსაკუთრებული წვლილისათვის საპატიო ბაღის კიდევის წოდება. გილოცავ. რა თქმა უნდა, იყო საპატიო ქუთაისელი და ბაღის კიდელი, მაგრამ დოკუმენტალურად გაფორმებულ სხვა წონაა. გილოცავ, დიდი მადლობა. მადლობა, ჩემ ქალაქს, ბავშვობიდან, აი ამ ვაჟკაცის მამა ჩვენთან ერთად იყო ბაღის კიდეზე და რამდენი ბაღის კიდელი მყავს. იმ ქვეყნად გადასახლებული ისეთები, რომლებიც თეთრი ქვებთან გატოლებული სიყვარულით მიყვარს ეხლაც. Თქვენთან იმათი სული გაანათლოს და თქვენ 100 წელი მეყოლეთ აი ამ დარბაზიდან ერთი 10-15 მაინც გამოსულიყოთ ისეთი რომ იმათ შესაძლებელი ბაღის კიდელი და ქუთაისელი ვიქნებოდეთ. გამარჯვების გამოვლის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის გუბერნატორის პირველი მოადგილე ბატონი მამუკა ხიმშიაშვილი. საუკეთესო სპექტაკლი, რომლის ღმერთი რეჟისორი
დიდი მადლობა ფესტივალის ორგანიზატორებს, ჟიურის, კონკრეტ ყველას, ვისაც მადლობა გადაუხადეთ, გვერდები ამ დიდ მადლობას საერთოს. უღრმესი მადლობა და ულოცავ ყველა გამარჯვებას, ყველა მონაწილეს, ყველა გამარჯვებულია ფესტივალი, იმიტომ რომ ყველა ვიმარჯვებს, იმარჯვებს თეატრი და იმარჯვებს ჩვენი საერთო საერთო. ერთი რამე მე მინდა თქვა, რომ 4 უნდა ვიყოთ. Beautiful.